რეჟიმი Facebook-ის კონტროლზეც გადავიდა, ისედაც აკონტროლებს, მაგრამ აი რა ფორმებზე გადავიდა, ახლა მოგიყვებით მოქალაქეებს რეპრესიული მეთოდებით სჯის სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტის ლაშა ჯიოშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტისა და ვიდეოს გამო ჯიოშვილი TV პირველის ოპერატორია, როგორც გითხარით, მას 2000-დან 5000 ლარამდე ჯარიმა ან 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. პოლიციელმა ჯიოშვილის ჯიოშვილს წაუკითხა უქმი, კადრში ხედავთ ახლა ამას და რა წერია უქმში, მოდით ნახოთ. მოქალაქე ლაშა ჯიოშვილმა 2025 წლის 6 აპრილს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამასთან ვიდეოზე თანდართულ ტექსტში ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ახლა ეს მასალა და შემდეგ ჯიოშვილის ისტორიაზე 2 სიტყვას კიდევ გეტყვით. წინდამირეკა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მომახსენეს, რომ ჩემს მიმართ საქმის წარმოება დაიწყო 173 მუხლის მეორე ნაწილი, რაც ითვალისწინებს პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენების, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. დავიზებირე უკვე მუხლები. ხო და მივედი, ანუ სასამართლოში შეგვაქვსო. ხო და გადავედი სასამართლოსთან. მეორე ვიდეოსაც მოვაყოლებ, სადაც თვითონ ხსნის, რაზე შემედება ბრალი. მე ვიტყვი მოკლედ, რომ გუშინ წინ 6 აპრილს დავდე კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტი პატრულის მხრიდან და სადაც, რა თქმა უნდა, არც წაშლას არ ვაპირებ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოიხსენიებ ისე, როგორც ეკუთვნოდათ და რავი, ვიძახი, რომ თქვენი უნიჭო დედა და ისევ მაღაზიაზე ვარ, რა თქმა უნდა. შევხვდებით სასამართლოში. მინდა გითხრათ, რომ თუ გონიათ მაგით რაღაცას თქვენისაც კეთოთ შეცვლით, მინდა გითხრათ, რომ უარესს გენცვლით. კარგი დროებით შევხვდებით ისევ სასამართლოში ცეცხლი ოლიგარქიას. ამ ამბავს უნდა დავამატოთ ცოტა რამ ჯიოშვილის შესახებ. ჯერთი უნდა ვთქვათ, რომ ჯიოშვილი პოსტისა და ვიდეოს წაშლას, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო ყავს მონიშნული, არ აპირებს. ის ყვება, რომ 6 აპრილს შეესწრო პოლიციის ეკიპაჟის სამართალდარღვევას და პოსტიც ამ ფაქტს მიუძღვნა. ჯიოშვილი, როგორც გითხარით, TV პირველის ოპერატორია, ტელევიზიის თანამშრომელი, რეჟიმის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა. გაგახსენებთ ერთ ფაქტს, ლაშა ჯიოშვილი თებერვალში 2500 ლარით დააჯარიმეს. 18 თებერვალს ივანიშვილის დაბადების დღეს გამართულ აქციაზე ჯიოშვილმა მიიტანა ბანერი წარწერით დღეს ყველანი ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე. აქციიდან მომავალი ის დააკავეს, დამკაველებს სამოქალაქო ფორმა ეცვათ, მოქალაქეებმა პოლიცია გამოიძახეს, რომელიც სრულიად უმოქმედო იყო და არც უცდია ჩარევა. კი ბატონო.